გამარჯობა მეგობრებო, დავბრუნდით საქართველოში მეგობრებო, გუშინ გვიან ღამით ჩამოვედით, ნახავდით ალბათ ლაივებს, ძალიან ბევრი ხალხი დაგვხვდა, ჩვენი მეგობრები, გაგვახარეს მარიამს მიულოცეს მშვიდობიანად დაბრუნება საქართველოში და ახლა როგორც მივხვდით, ჩემს უკან ხედავთ მარიამის სახლს, რომელიც არის რემონტში და პირველ რიგში აქ მოვედი, მაინტერესებდა ძალიან რა ხდებოდა. Panorama ჯგუფი აკეთებს ამ ყველაფერს როგორც იცით და მათი ვიდეოები კი ვნახე და ერთი ატვირთულიც მქონდა. Როგორც იცით, მარიამი თავის სახლში არ მოგვიყვანია, მის დეიდაშვილთან ლანასთან წავიდა, ერთი თვე იქ იქნება და მკურნალობის კურსი იქ ჩაიტარებს, უფრო 7 გარემოში. მანამდე აქ სახლში დასრულდება ყველაფერი, ყველანაირი სამუშაოები და შემოვიყვან შემდეგ თავის ახალ სახლში. რა პროცესები მიმდინარეობს, ერთად დავათვალიეროთ. წავიდეთ, შევატრიალებ ახლა კამერას. ახალი ჭიშკარი რაც საერთოდ არ იყო გეგმაში. გამარჯობა ბიჭებო. გაიხარეთ, როგორ ახართ ხალხო? მშვიდობა თქვენ მუშაობას. ბიჭო მაგარია. შევიდეთ ახლა შიგნით. ეს არის ოთახი, რომლის გაკეთებაც საერთოდ არ ევალებოდა ბიჭებს. ვახ, ეს გაუმტიხრიათ. ჩვენ როდესაც შეგვითახდნენ ეს ბიჭები, ამ ოთახის მოწყობაზე ვისაუბრეთ. უკან იყო ოთახი, მაგრამ ძალიან ავარიულ მდგომარეობაში იყო და ამ ეტაპზე შეჩერებული ჰქონდა ყველანაირი გეგმები მაგ ოთახის შესახებ, მაგრამ სიურპრიზად დაგვახვდეს ეგეთი რაღაც. ამ ოთახშიც ნახეთ რა ამბავია შიგნით, რომელიც შეხედეთ. სრული რემონტი კეთდება აქაც. აქაც აქ შეხედეთ გაიტიხრა და მარიამის საკუთარი საძინებელი იქნება ამ გამტიხრულ ოთახში. მარიამს ახლა ჭირდება 7 გარემო, რა თქმა უნდა, ოპერაციის შემდეგ და ეს ყველაფერი იქნება აქ. ძალიან მაგარია. და ერთი ძალიან მაგარი ამბავი არის კიდევ გოთ ამ ამბის შესახებ ვიცოდი. აბანოც ამოაშენეს ბიჭებმა. აბანოც ამოაშენეს ბიჭებმა. ნახეთ. ეს ამბავი გამაგებიეს, ისეთ რომ ვიყავი და ისეთი ფიტნიერი ვიყავი. ხა თამაშები დავიწყებდი ნამდვილად რომ არ ვიცოდი ეს ყველაფერი. თავისი აბანოც ექნებათ საერთოდ რომ არ ევალებოდა თან ყველაფრის გაკეთება. ვადებულებით ისიც არ ევალებოდათ, რაც მისი ვადებულებაც აიღეს, მაგრამ ეს პასუხისმგებლობა ესე ბოლომდე ჯიგონდა აკეთებდა ყველაფერს ეს ბიჭები. ძალიან მაგარია. რადგან ისე გადაწყდა, რომ ერთი თვე კიდე სხვაგან დასარჩენი ექნებოდა მარიამს, უკვე სრული რემონტი დაიწყეს ბიჭებმა და ეს არის პირველი ეტაპი და წარმოიდგინეთ როგორი იქნება ეს ყველაფერი, როცა დასრულდება. კარგად ბიჭებო, მშვიდობიანი დღე, გაიხარეთ, გარედან გადავიღეთ რამოდენიმე კაცს კიდე იმის სახლისას კუთხეებიდან და დაგემშვიდობებით.